მაესტროს ხელმძღვანელობა შეთავაზებაზე პასუხს რამდენიმე დღეში იტყვის, მანამდე კი უცხოელ პარტნიორებთან ერთად უწყებაჩორისი კომისიის წინადადებას განიხილავს. ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი რამდენიმე დეტალის დაზუსტებას ითხოვს, ანუ ვინ დაამონტაჟებს ანტენებს, როგორი იქნება კომერციული მხარე, რა სქემით მოხდება სოციალურად დაუცველი ადამიანების შერჩევა და მოიტანს თუ არა ხელისუფლების ეს შეთავაზება კონკრეტულ შედეგს. ის რომ საქართველოს ფოსტას და თავრობას გაუჩნდა სურვილი რომ ჩვენი სატელიტური ანტენები დააყენონ მოსახლეობაში ეს კარგია, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ მინდა რომ ეს მოხდეს ნაციონალური მოძრაობის აქტივისტების ოჯახებში და ასე შემდეგ. მათი მხრიდან არის ესეთი საუბარი რომ სოციალურად დაუცველი ფენების ოჯახებში მოხდეს შემთხვევით შერჩევა. არის სოციალურად დაუცველი ფენების ოჯახები, სადაც საერთოდ ტელევიზორი არ არის და იქ სადაც ტელევიზორი არ არის, რა უნდა სატელიტურ ანტენას, ხო? აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი სამუშაოა და თუ ჩვენ კონკრეტულად ჩამოყალიბდებით და შევთანხმდებით, რასაკვირველია საწინააღმდეგო არაფერი არ გვექნება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ანტენები მოხდება ადრესატამდე.